მერტმა დაგვისოთ, გაგახართ, გაგაძლიეროთ, მინდა რომ ჩვენი ლოცვები შეგეწიოთ სასულიერო პირის ლოცვას დიდი ძალა აქვს, რა თქმა უნდა, თქვენი პირად ლოცვას დიდი ძალა აქვს და უნდა ილოცოთ და რა უნდა გქონდეთ და ძალიან ბევრი ევედროთ ღმერთს, მოწყალია უფალი. ისე არაფერი არ გამოვა. თავი უნდა ვაიძულოთ, რომ უკეთესი გავხდეთ, ცოტა უნდა თავს შემოუძახოთ, რომ მიუშვებ შენ თავს და წამოწვევი აი როგორც აი სიზარმაც და სიცხეში მით უმეტეს ხო და მოდუნდები და აპათიაში ხარ რაღაცა ესეთ ეიფორიაში ჩავარდები, არაფერი არ გამოვა, საერთოდ თითიშები შემო. აპკი დგება უკვე შენსა და რეალობას შორის, რაც აპკი წარმოიშვება. იმის იქით უკვე როგორც აკვარიუმიდან ისე იყურებ და თევზი, როგორც აი თევზი იყურება. აქ მიუკაკუნებ და საჭმელი რო გონია უნდა მიცე. მოგიახლოვდეს, ანუ შეაფრებ, მოვიკეპუნებ, მოვაგონია საჭმელი უნდა მიცე, წავა. ხო არ კიდე აკვარიუმი რო აქვს რა, ან ზევიდან ესე ჩაუყრი გონია რას. აი ესე ილუზიაში. აი ესე ცხოვრებაშია ბევრი სამწუხარო და ამ აკვარიუმიდან, ილუზიის აკვარიუმიდან უნდა გამოვიდეს და რეალობას შეხედოს თვალებში. ამიტომ ბევრი ლოცვა გჭირდება. რატო გჭირდება? იმიტომ რომ სულ გვასწუნებს ძალები, ბოროტ ძალებს არ ძინავს. ზოგს გონია ზღაპრები და რაღაცა ალეგორიები და მითოლოგია. მითოლოგია დამთავრდა. ქრისტიანობა მითოლოგია არა, მითოლოგია და ბედი და ესეთი რაღაცეები, რაც არის აი ეს ხალხური ფოლკლორი, მითოლოგია, იახსარის მითი, ამირან დარეჯანიანი, დაუშვათ რომ არის რა, ჰერაკლეს 12 გმირობა, ორფეოსის მისტერიები და ელევზინის მისტერიები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს ჩააბარდა ქართულებსაც ძალიან დიდი მითოლოგია ჰქონდათ ხა. აღარ ჩავღმავდები იახსარის მისტერიებში და კიდევ სხვა ოჩო პინტრესა და ტყაშმაპასა და იმის ისტორიებში. ხო, ეს არის მისტიკური ისინია. დაცემული სულების, რომელთაც თავიანთი ბიოგრაფიები აქვთ. აღარ ჩავღმავდები, არის თაში, დალის და ასე ვთქვათ ისინი როა უამრავი ზღაპრები არის, ამ ზღაპრების უკან დგას ეს მითოლოგიური ფონია, რომელთაც აქ დაცემულ სულებთან კონტექსტში ესენი დევები და ესენი თვითონ ინდოევროპული სიტყვა დევი, ესეც დაცემული სულების აღნიშნული. ხა ეს დიდი თემა. უბრალოდ ამას ყველაფერს თავისი მიზეზი ჰქონდა. ეს დამთავრდა. ქრისტიანობა რეალობასთან ურთიერთობაა და რეალობა ასეთია. უხილავი ბრძოლა. ჩვენი ბრძოლა არის არა ხილული მოწინააღმდეგეების წინააღმდეგ, პირველ რიგში ჩვენი ბრძოლა არის უხილავი ამას სოფლის ბნელეთის ძალების წინააღმდეგ. ვერ ხედავ შენ და გონია რომ რასაც ვერ ხედავ არ არსებობს. და მაშინ რა პატარა ყოფილა ეს სამყარო, რასაც ჩვენ ხედავ, თუ მარტო ის არსებობს, მაშინ ძალიან პაწაწინა ყოფილა ეს სამყარო. ესე არ არის. ეხლა ასტრონომიულ ხედვაზე არ არის ლაპარაკი და ჰაბლის ტელესკოპზე და შე, რომელსაც კაცობრიობამ, რომლითაც თავისი ოპტიკა განავითარა და გააფართოვა, მაგრამ ეს ტექნიკის საქმეა და სხვა. თუნდაც უფრო დიდი ყოფილა სამყარო და ბევრად დიდი ვიდრე ეგონათ ადრე შუა საუკუნეებში საერთოდ, ხო? დედამიწა ბრტყელი ეგონა და ასე შემდეგ. მაგრამ სამვეშაპზე იდგა და ასე შემდეგ კიდევ, მაგრამ ეს სხვა თემა. მაგრამ მითოლოგია და ვთქვათ ლეგენდები სხვა არის, მაგრამ რეალობა და კანონები სხვა არის. ამიტომ ეს ბრძოლები სულ იქნება. მახსენდება ერთ-ერთი პატერიკი, როდესაც ერთ-ერთი დიდი მოზღვარი სასულიერო პირი დელმონაზონი იყო თუ თეთრი მონასტრის რომელიღაც ხარისხში იყო, თუ არქიმანდრიტი იყო, თუ არაქამას უშლება. დაცახური იყო და თავის კელიასთან იჯდა. და ეს ვიღაცა მოდის ხედავს. ესე გამოსულიყო მონასტრის წინ და ესე გზას უყურებდა. ხედავ ვიღაცა მოდის, ხედავს მოდის ვიღაცა. აუჩქარებელი ნაბიჯით ეს მოდის. ადამიანია, დიახ, ხედავს. აცვია რაღაცა სტიქარის მსგავსი, შავი სტიქრის მსგავსი რაღაცა ეცვაო. და აკვირდა და ხედავს რომ ეს ძალიან დაგლეჯილი დახეული იყო, დახვრეტილი ეს სტიქარი. და ყველა ხრელში პატარ-პატარა ჭურჭელებით ქონდა, როგორც ესეთი ბუშტებით რაღაცა, რაც აი პატარა ჭურჭელ რო უძახიან ესეთი რაღაც სითხის დასაგროვებელი, რაღაცის დასაგროვებელი, თითქოს რაღაც პატარა სათავსოებივით. ზოგი შუშის იყო, ზოგი რაღაცა სხვა ფორმის, ზოგი რისგან გაკეთებული და რა არის, ნუ ხედავ სატანაა. იცნო და სადმე დიხარო შენ? კითხა. აი აგერ შენი მონასტერი რო არის, აგერო იქვეო, იმ საზმოსთან მივდივარ. რა გინდა იმათთან? საქმე მაქვს, შენ რა გინდა, საქმე მაქვს. სატანა ეუბნება. იცნო.
ეს რა ჭურჭლები გიკიდიო რა ბუშტები და რაღაცა რეები მიგაქვს რაღაცა პატარ-პატარა რა არის შიგნით ამ სტიკერში დაკიდებული პატარ-პატარა რაღაცა ასე ვთქვათ მოცულობებიო რა არის ის საზმოსთან მიმაქო შენ რა გინდაო მე მიმაქო ყველასათვის საფრთხავთ რაღაცა პატარა საჩუქარი მიმაქო რა პატარა საჩუქარი უნდა ვაჩუქო რა ვიციო მე რა შენ უნერვიულობ ამდენიო რა გინდაო ამდენი იმიტომ რომ ერთი მოეწონება არ მოეწონება მეორეს მივცემ მესამეს და მრავალფეროვანი კიდე მაქვს შენახული თან და მრავალფეროვანი არჩევანი მაქვს რაღაცას მოვახერხებ რომ თითოს რაღაცა შევაჩეჩო ასე რომ ამისათვის გავაკეთე სამხელა გზაო კარგი დაელოდა ეს სანამ გავიდა რაღაც დრო და ხედავს უკან მოდის ისევ რა არისო რა ქენიო აბა რა გააკეთე ისე რა დიდად კმაყოფილი არა ვარო იმიტომ რომ ძალიან დიდი წინააღმდეგობა დავინახეო არა ვარ კმაყოფილი მაგრამ გაბრაზებულები კი დავტოვიო მაგრამ ვიღაცები მაინც კახარებულები დავტოვიო არა უშავს კაი ხასიათზეო და ვიღაცებიო დავიმეგობრე კიდევაცო და ერთიო განსაკუთრებით კაი მეგობარი მყავსო ერთიო რა ქვიაო ერთი საინტერესო ვინ არის შენი მეგობარი ერთი არის ესეთიო ნუ აქ წერია თეოპომტე ქართულად თეოპომტე ესეთი არის რა ერთი ძალიან კარგად არის ჩემთან ყველაფერსაც ჩუქნიო ეს დიდი პატივით იღებსო ძალიან უხარია და ნუ გასაგებია ესე იგი ის რა დღეში იქნებოდა ეს თეოპომტე იმის ხელში და გააგზავნა წავიდა როდესაც ეს მოძღვარი წავიდა და დაბრუნდა თავის საზმაში შევიდა მონასტერში ხედავს რომ ვიღაცები შემოეგებენ ეს საზმი შემოეგება ნუ რა გინდა როგორ ახართ ასე თქვა და ერთი თეოპომტე ხო არ არისო აქო რომელია ობა როგორ არისო რომელია როგორ არის შეხვდი მე ვარ თეოპომტეო ეს თუმრად მიდიოდი მონასტერში კარებთან რო იდგა სანამ შევიდა მანამ მოხდა ეს შეხვედრა სატანასთან გამოვიდა ეს თეოპომტე და შეხედა რომ ვერ იყო ეს შეხედა ვერ არის რაღაცა ხო არის ადამიანს ჰაბიტუსზე რო ეთქობა რომ ვერ არის არეულია რა რაღაცა ეს არა მიშავსო რა კარგათავა რომ მე რა ვიცი არა მიშავსო შენახარო თეოპომტე ხო მე ვარო მაგრამ რა გინდაო აი რა დაბნეული მოგელაპარაკება ადამიანი რომ გზნობს რაღაც დანაშაული ვერ არის ათხოვს ვერ არის რაღაცა არ არის არეულია რა რაღაც თუ ფსიქიკაზე ხო მოქმედებს ეს თუნება წარმოიდგინეთ იმხელა დემონთან შეხვედრა და იმისგან მიცემული რაღაც რას უზამდა იმას პატარა რაღაცას ვერ უძლებ ჩვენ წარმოიდგინეთ თვითონ სატანის მიერ მიცემული რაღაცა რას უზამდა იმას რას უზამს ეს პატარა რაღაცას კი ხო არ გონიათ ამიტომ სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ საერთოდ ვიძახი რა ყველაფერი არ უნდა გამოვართვა ისევ ამბობ რო გონია ისე ვიძახი რა სიზმარს ვინ აკონტროლებს არა მარტო სიფრთხილეში სიზმარში არ უნდა გამოვართვა მგონი ყველაფერი ვერ ისე უტრირებას ვაკეთებ იმიტომ რომ რაც ჭკვიალებს ზოგჯერ რა კარგია რა ლამაზი მომეცი და მე იმას სხვა ფორმა თავის ნამდვილ ფორმას მიიღებს რა არის იცი გონია ოქროა ჭკვიალებს რა კარგია რა ლამაზად შეფუთულია და სულ სხვა რაღაცაა შიგნით ისეთი სიურპრიზი შეიძლება გამოიჩეკოს რომ საერთოდ გადაგიყვანოს ფიქიქიდან გადაგიყვანო გაგაუროს საერთოდ ძალიან სიფრთხილეა საჭირო ამიტომ ვიძახი სულ სიფრთხილე ხა შეშინებული დაფეთებული არ უნდა იყოს ადამიანი მაგრამ სიფრთხილე გაფრთხილებული შეიარაღებული ეს მიყვარს ეს გამორთქვა ლათინური ეს რამდენზე გაფრთხილებული შეიარაღებულიო ნუ ეხლა გავაგზავნოთ და თეოპომტეს კითხა რომ მოვა ერთი შევიდეთ ცალკე მინდა დაგელაპარაკო კელიაში შევიდეთ შენთან და კი ბატონო შევიდნენ და როგორ ახარო შენ აბა როგორ ახარ ცუდათავარო ამალოთხა ძალიან ცუდათავარო ვნებები მაწუხებსო საშინელი ბრუშობის ვნებები საშინელი ბრუშობის ვნებები მაწუხებს ესე იგი ისე ვგზნობ თავს რომ აი არ ვიცი რა საწავიდეო და ამპარტავნების და ეს ერთად არის საერთოდ ამპარტავნებების ბრუშობის ვნების გამოჩეკვა ამპარტავნება ეს დედავნება იქიდან მოდის მერე გამოდის იჩეკება შვილები ძალიან ბევრი ხა ასკეზაში ეს გარჩეულია დეტალურად ამპარტავნებისა და ბრუშობის ვნები ჯერ ამპარტავნება რა არის მერე ბრუშობის და ორივე ერთად რა იქნება წარმოიდგინეთ ახლა და ის რომ მივიდა იმან გაუღვივა ეს კიდე სადაც წავალო ყველგან ეს სექსუალური ნერვი ნუ ეს ბრუშობის ნება დამზდებს რომ ფსიქიკა გადამიყვანა ჭკვიდან აღარ ვიციო ვერაფერს ვერ ვაკეთებ
ვეღარც ლოცულობ, ვეღარც ჩამა სამსახური რაღაცა დაუშვათ მსახურება ხო არის რაც უნდა გააკეთოს, რაღაცა დაუშვათ დასვენება, ძილი, დღე, ღამე, მოსვენება არ მაქვს. აღარ შემიძლია ცუდათავარი. როგორ ვიქნებიო კარგად? მიხვდა ახლა რაშიც იყო საქმე. მიხვდა, ვისთანაც მივიდა ის. იცოდა იმას, ხო, სადაც მიდის, იცის იმან, ვისთანაც ასუსტი წერტილი აქვს, იმას თავის საჩუქარს აძლევს. თავის. მეტი უნდა იღვაწო, შენ უთხრა ამან. მაგარიეთ ყამასამ. დემონაზოს სტუბრად მისულსა მონასტერში. მეტი უნდა იღვაწო. იმიტომ რომ აპარტაუნებაში ხარო, თავზე დიდი წარმოდგენა გაქვს, გონია რომ რაღაცას წარმოადგენო. გონია რომ რაღაცას დიდ ღვაწში ხარო. არა და უბრალოდ შენ აი ეს ნება, სექსუალური ნება, ეს მრუშობის ნება გჭამს და შეგჭამს ბოლომდე გამოგღრნის თელ შიგნებულობას ორ ჭამს ხეს, ხო, ბილხეს, აი ესე გამოგჭამს სულ. სერიოზული ნება, მithom ეს სასულიერო პირებს ეს ძალიან დიდი საფრთხე არის სასულიერო პირებისთვის. აი ეს მრუშობის ნება. არ აქვს მაინდა-მაინც მონაზონი იყოს და რა, სულ ერთი არ აქვს მნიშვნელობა. არც თანამდებობას, არც ხარისხს, არც ადამიანური ბუნება ხო შენარჩუნებულია. არავინ ამისგან დაზღვეული არ არის. მცირე ბიძგმა შეიძლება ადამიანი კატასტროფულ შედეგებამდე მიიყვანოს. ამაზე ცალკე პატერიკი ხა ძალიან გაგრძელდება რომ ძალიან დიდი პატერიკია, დიდი წმინდა ადამიანი როგორ დაეცა ამით. ასე რომ მარხვას იცაო საერთოდ, ვერ მარხულობ კარგად, რა ვითომ მარხულობა სინამდვილეში, აი მარხვა, უკვე მარხვას არ იცავს კარგად. ლოცვებს კითხულობ, შენ კანონს, შენ აი რასაც კითხულობ. არა, თლად ვერ კითხულობ, ეს უკვე მეორე მიზეზი. გვიან ჭამო, აქ ნუ ხა მონასტრული ის არის. ხო, გვიან ჭამო, ცოტა ამომთხრა, ცოტა ადრე ჭამეო, რომ მე საღამოს არ იყოს ნაჭამთა და არ დაწვე ესე პირდაპირ ძალიან გამწყარი და მე ზოგი იძახს რატო ვიმატებო. ძილის წინ რო შეჭამს სამარხო საჭმელს უბრალოდ ხა ისე ვიძახს სხვა თემამა. ძილის წინ რო შეჭამს ორ მათლაფა ლობიოს რა, მარხვაში ან ძალიან ბევრ რაღაცას და ღამე მერე წრიალებს და ეს ყველაფერი გადადის ან კურს ერთ ჩოთის კურს რო გაატარებს ეხლა იმას ფშიერზე რო ეტაკება და ერთ იმას გაგასუგებს ეს ცომი აბარასის მარხვაში გავსუქდიო ზოგი იძახის, იმიტომ რომ იმ მარხვაში ძუზომოჭამა თან ძილის წინ და მერე წამოწოლა ამ სიცხეში და სიგრილეში კონდიციონერთან წამოწოება კარგად ამ მარხვაში შეჭამს კარგად ერთ ცხელ ჩოთის კურსა არ ჩაალმოს იმ შეჭამს კიდე მარხვაში კიდე ხსნის ძილის როცა წვება მერე ადამიანი ეს კარგად ირგებს ორგანიზმი და სუქდება კარგად სუქდება ამიტომ ამასაც სიფხილეო ბევრი იფიქრეო ღმერთზეო და ზეცაზე იმიტომ რომ მოვაო დრო როცა შენ ამაზე ყველაფერზე პასუხს აგებო გეშინოდესო რომ ამან ეხა ისე ჩაუტარა ისე უთხრა რომ ეხა ჩვენ რომ ლაპარაკობთ ესე კი არა იმდანაც თამაგონებელი იყო რომ მიხვდა ის რაშიც იყო საქმე ნუ გაამტკიცა ყველა შემდეგ გაემშვიდობა აბა თქვენი ცითო წავალმეო და წავიდა და მაინც შორი ახლოს რომ გავიდა კიდევ შორი ახლოს იმ გზაზე დაჯდა ისე დავისვენებ ვიფიქრა ეთქვა რა შთაგონება ქონდა ხედავს კიდე მოდის სატან ისევ იგივე სხვა შორს ხშირად ხუცესის იერი აქვს ესეთი ისა რომ ხუცესი უნდა შაობს ჩასმა ისე თავისებური გეგონება სასულიერო პირია ხუცესის იერი ესეთი სატანას ერთ-ერთი ავატარა ასე ვთქვათ რა ეს ინდური მითური ხმარობდა ერთ-ერთი სატანას ბევრი ავატარები ყავდა ისე აღარ ჩაუთლეს ინდური იმით რო ვთქვათ მაგრამ ისე სინამდვილეში ბევრი გამომჟღავნებები, გამოვლინებები ყავდა კაცობრიობის ისტორიაში, ძველში, ახალში და უახლესშიც, მაგრამ ეხლა ეგ სხვა თემა. თან ყველა სფეროში. მაგრამ ეს მისი გამოვლინებები სხვადასხვა ფორმითაა. არსი ერთია, მაგრამ ბოროტებას არსი ერთია, ყოველთვის ან განადგურება, ან თვითგანადგურება, მაგრამ გამოვლინებები სხვადასხვანაირია, სხვადასხვანაირია. ნიღბები სხვადასხვა, თუ ნიღაბია ბოროტება სულ. ვი გონია რა კარგი ეს არის, რა კაი ნიღაბი ჩამოსulis, თავზარი დაგეცემა, ჩამოხსნი. თავზარი დაგეცემა. ისიც ნიღაბია, შეიძლება ისიც ნიღაბი იყოს, იმიტომ რომ ბოლოს არაფერი არა, ის არ ერჩება. რატო? იმიტომ რომ ბოროტებას ონტოლოგიური არსი არა აქვს, საწყისი არა აქვს ბოროტება. პარაზიტირებადია, სიკეთის ხარჯზე არსებობს და მოუკიდებელი საწყისი არ აქვს ბოროტებას. იგი არის სიკეთის, ანუ ერთჯერ რაღაცა ერთ დროს კარგი ფუნქციის გამრუდება. დიდი თემა ხა არ დავიწყებ ბოროტების პრობლემის გარჩევას. ამიტომ დაჯდა და უყურებს, ხედავს რომ მოდის ეს სატანა ისევ მოდის უკან. ამ წმინდა მამამ კითხა, კიდე მოხვედიო შენო? მაყოფილი ხარო რა როგორ ხარ? როგორ რითი ირჩენ თავსო? რითი იკვებებიო? აი ხლო მივდივარო კიდეო საზმოსთან შენ საზმოსთან
კიდევ უნდა შევიარო ახლა და ნახავ ახლა და კიდე მინდა რაღაცები ვაჩუქო შევიდა და ელოდება ეს არა არის ჩქარება ელოდება სულზე ფიქრობს და ამდენიმე ხანში გამოდის უკან გამოდის და ხედავს ეს რომ უკმაყოფილოა ეს სატანა უკმაყოფილოა და ეუბნება რომ რა არისო სადმე რატო ხარო ესეთი რაღაცა სახეზე შეშფოთებული ძალიან ცუდ ხასიათზეო ძალიან ცუდ ხასიათს მეტი რო არ შეიძლება ეს რა არისო ისეთი გაბოროტებულები არიანო ესეთი გამწარებულები არიანო დაასანახად ვერ მიტანენ რა დაუშავე ვერ გავიგებ დაასანახად ვერ მიტანენ ვერ შევედი ატანა არა ჩემი არავისო ყველამ ჯვარი გადამსახა ყველამ გამაგდო ყველამ მიკმია ყველამ ასე ვთქვათ ლოცვები წაიგდეს ხო გამომაგდეს ესე იგი ისე რომ სულ გაბუშტა ეს ხალხიო რა სულ გაბუშტა რა არის ეს უკვე საერთოდ დღევანდელ საზოგადოებაზე რა უნდა ვქნათ რა უნდა ვიფიქროთ წარმოიდგინეთ რამდენი სასტური ვინი ამდენ წარმოიდგინეთ რამხელა სასტურებია ვინ არის ესეთი ფრთხილი და ესეთი გამომზადებული იქ ახლა ესენი იმაზე იყვნენ გამხილებული და შეარაღებული მონასტრის ხალხი ესე იგი გამაწბილესო რა მოკლედ ესეთი ხალხი მე არ მინახიო ესეთი ბოროტი ხალხი მე არ მინახიო რა გააბოროტა რა გაამწარა ესე სადაც არ მივედი ყველგან გავამაგდეს ყველა იმიდან რა ყველა კუთხე კუჩულიდან ეს რა არის აღარ მივალ მაქო რა საერთოდ აღარ მივალ მაქო შეიძლება ცოტა ხნის მერე შევიარო მაინც ანუ მე კიდე შეიძლება შევიარო მაგრამ ეხლა კაი ხანი აღარ მივალო მაქო რა იმიტომ რომ ძალიან მაწყენინს პირდაპირ აუტან აღარ მიტანენ ვერსად კუთხეში ერთი კუთხეში ვერ ერთი ადამიანი ერთი ვიღაცა ვერ ვნახე ვისაც რამე კარგი იმითი კარგი დაველაპარაკოს რა კარგი განწყობილები და ნუ მივიდა ეს კაცი წავიდა თავის მონასტერში მიხვდა რა შეიძლება საქმე და წავიდა ამიტომ მორალი ერთია რა მოკლედ დიდი ისტორია მორალი ერთია როდესაც ერთი შეხებით შეიძლება ადამიანი წარწყდეს ერთი შეხებით ეპისკოპოსი იყო ერთი და ეს დიდი პატერიკი მოკლედ თვითონ და ფეხი აწუხებდა ძალიან ტკიოდა და ექიმი მიუყვანეს ქალი ერთი ქალი მიუყვანეს ექიმი მეორე მონაზონმა მიუყვანა ქალი ექიმი ნუ რომელიც ამ ფეხს არჩენდა და ის ამ ფეხზე რო ხელი მოკიდა სადაც ტკიოდა ნებაში ჩავარდა და ასე შემდეგ მე დაეცა და ასე მე მოინანია რა თქმა უნდა ერთი შეხებით გავსინჯა ფეხი უბრალოდ მოკიდა რომ აი სატკივა და რაღაცა ხო ტკიოდა ახლა მართლა კი ერთგვარად ეს კაცი მოურჩინა რაღაც მაგრამ იმ შეხებით იმ მოსინჯვით ფეხისა მომენტალურად ნებაში ჩავარდა ეპისკოპოსი თან ცნობილი ეს მოღვაწე კაცი რა ეს ძველი ისტორია და მე დაეცა ნუ ადამიანთა მე მოინანია და პატერიკში წერა ცხონდა ის კაცი ასე შემდეგ მაგრამ ესეთი ისტორიაა ერთი პატარა როგორი არაფერი კაცო ეს არაფერი ის არაფერი დღეს რა დღეში ვარ წარმოიდგინეთ ყველაფერი არეულია ხალხს ძალიან ბევრი რამე ცოდნა არა მაინც ცოდნა ქონდათ ამისი ხო ცოდნა არა აქვს ინფორმაცია აქვს ცოდნა არა სიბზნეზე აღარ არის ლაპარაკი ინფორმაცია აქვს ისიც დაულაგებელი არა სისტემატიზირებული და აბსოლუტურად ეს არ არის ადამიანად დაალაგებული თუ არ დაალაგე ინფორმაცია დაულაგებელი და განუღმრთობელი ინფორმაცია ვერც ცოდნად იქცევა და მით უმეტეს ვერც სიბრძნეთ რომელიც უკვე გაცოცხლებული ცოდნაა სადღა იმ ზონაზე მისვლა უნდა ჯერ კიდევ ეს სხვა თემაა და სხვა დროს ვისაუბროთ მაგრამ ამიტომ აქედან ერთი არის მორალი უნდა ვილოცოთ როგორც წერია მამაუჩვენოში არავის სარეგონო ზღაპრები იმდენი ფაქტებია და იმდენი რაღაცები ხარო ჩამოთვალოს გუდილამდე უნდა ვისაუბროთ ამიტომ ყოველთვის უნდა ვიცოდეთ და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსასწრებს არავინ მიხსენ ჩვენ ბოროტისა ბოროტი ვინ არის ეს არის დემონური ძალა ეს დემონური ძალა ის დემონური იერარქია მარტო სატანაზე არ ლაპარაკია სხვა ძალებიც არის ბელზებული ასტაროთი სამაელ ასე შემდეგ აღარ ჩამოვთვლი ხამ დემონურ სახელებს იქაც იერარქიებია ამაზე არის ნაშრომები შუა საუკუნეებში ფსევდომონარქია დემონთა ფსევდომონარქია და სადემონოლოგიაში არის ამაზე ნაშრომები ეს დიდი თემებია მაგრამ ყოველთვის უნდა ვეცადოთ არასდროს არ დავკარგოთ იმედი ქრისტეს უნდა მოუხმოთ სულ ჩვენ თავს არ უნდა უღალოთ ან ჩვენ რო გადავწყვიტეთ ერთხელ რომ ვიყოთ ქრისტიანები ხო გადავწყვიტეთ ღმერთ შევავედრეთ ჩვენი თავი ღმერთს ხო უთხარით რომ აი წამხარ გვინდა შენი მორჩილება კი მე შეიძლება ისევე რომ ვაკეთებთ ყველაფერს როგორც გვინდა მაგრამ ჩვენ თავს არ უღალატოთ უნდა ჩვენს პირობას ფიცი არ დაგვიდია შეიძლება ფიცის დადება არ არის ნათლობის დროს რო ამბობ შეუდგები ქრისტესა შეუდგები არ არის ეს ფიცი აბარა არ უნდა უღალატო ამას არ უნდა განეკითხო სხვა ის ისეთია ეს ესეთია ის ესეთია შენ როგორი ხარ ამითი დაიწყე შენი თავი გამოესწრო და რა თქმა უნდა არ უნდა
დაივიწყო რაზოს მარხვა, ლოცვა და ზიარება. ზიარების ეშინია ბოლომძალ ზიარების. ეს უნდა გავაკეთოთ. თითქოს სათქმელადაც არ არის ადვილი, მაგრამ გასაკეთებლად ხო უფრო ძნელია და განიკურნება. ყველაფერი ცუდი მოგშორდება. მაინც იდეალურ რაღაცა მდგომარეობაში ვერ იქნება, ყოველთვის შეიძლება რაღაც დისკომფორტი იქნება. მიწაზე ახლა ვართ ჩვენ გამოსასწრებელ პერიოდში. ეს იქნება გაბრძოლა, ყოველთვის იქნება. ვარდი ვეპროფის მოუწყვეტი, ყოველთვის იქნება ბრძოლა. მაგრამ ეს ყოველთვის იცოდე რომ თავის ნაყოფს გამოიგებს. შენი გაფრთხილებული ცოდნა, შენი სიფრთხილე, შენი ლოცვა, მარხვა არ დავიწყება ღმერთის პატიება, შენდობა, თავის დამდაბლება, სადაც მიხვალ, ყველგან თავი დაიმდაბლე. ხო გინდა კოლექტივს უყვარდე, ხალხს უყვარდე, ძვებს. შენ თუ თავს აღიმაღლებ, არავის არ ეყარება. შეიძლება ეშინოდეს ვიღაცას, მაგრამ არავის არ ეყარება. შეიძლება გიმთხოვდეს ვიღაც, მაგრამ ეს სიყვარული არ არის. შენ უნდა თუ გინდა უყვარდეთ, ჯერ შენ შეიყვარო უნდა ხალხი. შენ თუ გინდა რომ გიცნობდე, ჯერ შენ თუ იცნობ ხალხს. ის და შენ თუ იცნობ, შენ დევს, მებს, რა უჭირს, რა უხის. შენ რო გინდა რომ ყველას უყვარდე და ყველა გიცნობდეს, იმაზე კენო ფიქრობ, შენ იმაზე იფიქრე ძველი ფილოსოფიის ამბობს, ხო? შენ თუ იცნობ ხალხს, შენ თუ გიყვარს, დაიმდაბლე შენი თავი. იყავი უბრალოდ. და მაშინ ყველა დაგაფასებს. არ უნდა ჭკვიალი და ესა ძვირფასი ქვასავით ყველგან წინავდე. და რა ლამაზია და რა კარგია და თვალიც გეცემამ ესე და ესე თქვა როდესაც არ უნდა ეხავე რა შვიდად უბრალოდ და წნარად იცხოვრე როგორც ცხოვრობდა ქრისტიანები როგორც იყავი დაბლა თუ საჭიროა წყალობა და სიყვარული და მადლი სადაც საჭიროა რა ლოკაციაში არ უნდა იყო არ უნდა ძალით გამოგლეჯა სიმპათიის არავისად მე მიყვარდი გეხვეწები სიმპათია გამოხატე ჩემდავე არ უნდა თუ საჭიროა მოვა სადაც იქნება თვითონ მოვა თვითონ გააკეთებს თვითონ მოვა და თვითონ გაჩუქებს რაც საჭიროა სიყვარულსაც და თან ყველაფერს რაც საჭიროა არ უნდა ძალით ჩამოკიდება არავის დასასრულზე გამოგლეჯილი ესეთი არც გინდა გამოგლეჯილი დამადლებული სიყვარული და დამადლებული ყურადღება რა გინდა ეგეთი რა არ შეგერგება ძალით რაღაცა მომეცის მაჩუქე ძალით რაღაც მოდი ხო გიყვარვარ და ხო მართლა კარგი საყვარელი ვარ და ხო ხარ ყურადღებიანი და არ არის ყურადღებიანი ხო გეხვეწები ხარ კი ხარ გეხვეწები გემუდარები რომ ხარ გემუდარები რომ გიყვარ არ უყვარ ხარ შეიძლება და ეხლა ძალა დაანება თავისით მოვა რაც საჭიროა შენ გიყვარდეს ღმერთი ყველას ზვარი გადასახე შეიყვარო ყველა და არჩენი ყველაფერი ისე იქნება იყავნება შენ მithაც სათიშნა ერთ ქვეყანაზე და გლოსავთ და გავუსვით და გავიხაროთ